რჩევები კრიზისის კომუნიკაციის გეგმის მოსამზადებლად. ორგანიზაციაში კრიზისის პრევენცია და მისი გადალახვა კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირის, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის დავალებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორც პროფესია სწორედ კრიზისული სიტუაციების მოგვარებაში იღებს სათავეს. კარგმა კომუნიკატორმა უნდა შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომელიც დაეხმარება თავი გაართვას ყველაზე რთულ კრიზისსაც კი. კრიზისების მართვის ინსტიტუტის გამოკვლევის მიხედვით კრიზისების 14% მოულოდნელად ხდება. დანარჩენი 86% კი მეტნაკლებად პროგნოზირებადია. Გთავაზობთ რჩევებს კრიზისის მართვის სპეციალისტებისგან. მაშ ასე, რჩევა ნომერი 1. წინასწარ განსაზღვროთ საუკეთესო და ყველაზე სახიფათო სცენარები. ამით თქვენ მომზადებული დახვდებით და უფრო მარტივად გაუმკლავდებით ნებისმიერი ტიპის კრიზისს. რჩევა ნომერი 2. თუ კი კრიზისის წინაშე აღმოჩნდით, პირველ რიგში მოახდინეთ მისი იდენტიფიკაცია და დროულად მიმართეთ სათანადო ზომებს. მაგალითად, თუ კი კლიენტმა შეგიკვეთეთ პროდუქტი და თქვენ ვერ ახერხებთ მის დროულ მიწოდებას, მიმართეთ ალტერნატიულ გზებს. დაუკავშირდით სხვა მომწოდებლებს, რათა მაქსიმალურად სწრაფად დააკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა. შესაძლოა ამ გარიგებისგან თქვენ ვერ მიიღოთ სარგებელი, მაგრამ შეინარჩუნებთ რეპუტაციას, რაც ასე მნიშვნელოვანია თითოეული კომპანიისთვის. რჩევა ნომერი 3. იყავით ორგანიზებულნი. პრობლემური სიტუაციის დასაცლევად ორგანიზება გაუწიეთ თქვენ საუკეთესო ჯგუფს. მაგალითად, თუ კი თქვენი გაყიდვების მაჩვენებელი ეცემა, გადაამისამართეთ თქვენი საუკეთესო კადრები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამოქმედებით მათ დაუმტკიცებთ თქვენს ნდობასა და კეთილგანწყობას და ამავდროულად ეფექტურად გადაჭრით მნიშვნელოვან პრობლემას. რჩევა ნომერი 4. შევიტიეთ წინა ხაზიდან. კრიზისის მენეჯმენტისას რაც უფრო დიდია პრობლემა, მით უფრო გულმოდგინედ უნდა იმუშაოთ მასზე. თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა დადგინდეს და აღმოიფხვრას პირველივე ეტაპზე, სანამ ჯერ კიდევ შესაძლოა მისი ეფექტურად მართვა. რჩევა ნომერი 5. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. კრიზისული სიტუაციის გადაჭრა შეგრძეთ მნიშვნელოვან გამოცდილებას, ხოლო საკუთარ შეცდომებზე სწავლა იმის გარანტიას მოგცემთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები ნაკლებად განმეორდება. ასევე დაგეხმარებათ კრიზისის მენეჯმენტის გეგმის სრულყოფაში, რათა მეტად მომზადებული იყოთ მომავლისთვის. რჩევა ნომერი 6. მოერიდეთ კრიტიკას. თუ კი თქვენმა რომელიმე თანამშრომელმა შეცდომა დაუშვა, ნუ გაკიცხავთ მას. ყოველ შემთხვევაში კრიზისის დასრულებამდე მაინც თავი შეიკავეთ. ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდში ერთიანობის შენარჩუნება და ამის ხშირად დემონსტრირება. ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს, შეგიძლიათ დაგეგმოთ დამატებითი ტრენინგები თქვენი კადრებისთვის. რჩევა ნომერი 7. დაშალე და იბატონე. კრიზისის წინაშე აღმოჩენისას ეფექტური იქნება, თუ კი დავალებებს გადაანაწილებთ რამდენიმე ჯგუფს შორის. მაგალითად, თუ კი თქვენი პრობლემა გაყიდვების მაჩვენებლის დავარდნაა, ეცადეთ შეამციროთ ხარჯები და ამავდროულად მომხმარებელს შესთავაზეთ ფასდაკლებები. რჩევა ნომერი 8. შეისწავლეთ პარამეტრები. თუ კი თქვენი პრობლემის გადაჭრაში სტანდარტული მიდგომები არ გეხმარებათ, მოძებნეთ ან თავად შექმნით ალტერნატივა. რჩევა ნომერი 9. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ ჩავარდებით პანიკაში. თუ კი სწორედ მეუდგებით საკითხს, ყველაფერი ჩადგება ნორმაში. სიმშვიდე კი დაგეხმარებათ კონკრეტულ ამოცანაზე კონცენტრაციაში და შენარჩუნებინებს თქვენს გუნდს სწორ მიმართულებას. ზემოთმოყვანილი რჩევები მაქსიმალურად დაგეხმარებათ კრიზისის დაძლევაში. ისინი უზრუნველყოფენ მინიმუმ დანაკარგს თქვენი კომპანიისთვის და შესაძლებლობას მოგცემთ შეინარჩუნოთ კომპანიის რეპუტაცია და ნდობა. გისურვებთ წარმატებას.